ლანდშაფტის დიზაინი, როგორ შევარჩიოთ მცენარეები, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გავალამაზოთ ჩვენი სივრცე, ბინაში, აგარაკზე, ეზოში, ოფისში. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია რუბრიკა მწვანე რჩევები. ელისო ხარჩილავასთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები. დღეს 25 დეკემბერია და ვინც აღნიშნავს რა თქმა უნდა მივულოცავთ მშობის დღესასწაულს კათოლიკურ სამყაროს და ზოგადად მშობის დღესასწაული ეს არის სიმშვიდე, სიყვარული, სითბო, ერთგულება, მხარში დგომა, ანუ თუ კი რამე შეიძლება კარგი იყოს, ყველაფერი არის გაერთიანებული ხო ამაში და მართლაც ყველას უსურვებთ მშვიდობა, სიყვარულს და რაც შეეხება დღევანდელ თარიღს, მართლა ნიშანდობლივია ის, რომ ჩვენ ვისაუბრებთ შობის ყვავილზე, ვისაუბრებთ ნაძვის ხის ისტორიაზე. ელისო, მოგესალმებით, ცოტა დიდი შესავალი გამომივიდა და მართლაც შევქნათ საახალწლო განწყობა, 6 დღე დარჩა ახალი წელი შემოგზანდება და იმედია რომ 2025 მშვიდობას და სიყვარულს მოგვიტანს. და მოდი დავიწყოთ ნაძვის ხის ისტორიით და მე შობის ყვავილზეც ვისაუბრებ. დილამშვიდობის ყველა ვინც აღნიშნავს 25 დეკემბერს, ყველას მიულოცავ. მთავარი არის აი მართლა გულში სიყვარული დაიბადოს და ახალი იმედებით, ახალი წლის შეხვედრა, ხო? ეგ არის ყველაფრის თავი და თავი. მართლაც კარგი თემა შევარჩიეთ და რაღაც კარგადაც დაემთხვა, ხო? αλλά ახლა შობა ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე უკვე ჩვენ ცხოვრებაში ვერ წარმოგვიდგენია და თან ნაძვის ხე ბავშვობაში ნოსტალგიურია და ყოველთვის დადებითია, ყოველთვის ზეიმია, ყოველთვის ბრჭყვიალა და რაღაცა ყოველთვის დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული და საიდან მოდის ხო ეს ნაძვის ხის ისტორია? ფიქრობ რომ ყოველთვის საინტერესო არის ეგ თემა, ეს ტრადიცია როგორ დამკვიდრდა და როგორი განვითარება პოვა ჩვენთან საქართველოში. Ну ეს ქრისტიანობამდე გერმანელები აღნიშნავდნენ დეკემბრის დღესასწაულს. ანუ ზამთრიდან გამომდინარე ტოტებს აგროვებდნენ, ასე ვთქვათ და ამ ტოტებს სხვადასხვა ფერის ბაბთებით ალამაზებდნენ და წყალში უშვებდნენ. ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ცხოვრება გრძელდება, ზამთარია კი ბატონო, მაგრამ ეს შეწყვეტა არ არის, ეს არის ცხოვრების გაგრძელება. მე ერთ-ერთი მარტინ ლუთერი რომელიც გერმანელი იყო თანამედროვე მაგ პერიოდში შობის ღამეს ეს ზუსტად ნაძვის ხისგან შეკრა რაღაცა გვირგვინი და ჩადო სანთელი თურმე და ეს ისე მოსაწონი გახდა იმ პერიოდში მალევე გავრცელდა მთელ გერმანიაში და მერე რა თქმა უნდა მთელ ევროპაში. ანუ იმ მარტინ ლუთერისგან მოდის ეს ტრადიცია ნაძვის ხის სახში შეტანის, ასე რომ ვთქვათ. ნუ ახლა ჩვენთან საქართველოში რა ხდებოდა? საქართველოში ცოტა გვიან მოვიდა ეგ ტრადიცია, დასავლეთ საქართველოში უფრო იყო ჩიჩილაკის ტრადიცია, რომელიც თხილისგან კეთდებოდა, რაღაცა ისეთი გაწოწული და გაწეწილი, ასე ვთქვათ, უფრო გაწეწილი ხო? ბასილის წერებსაც უძახოდნენ ამას და რა თქმა უნდა, ეს იყო 7 იანვართან დაკავშირებული. და ყველაზე ნიშანდობლივი რა არის, იცით, ახლა ისტორია რო წავეკითხე, შობის მერე, აი 19 იანვრის შემდეგ ეს იწვებოდა. ანუ ძველი წარსულის ცუდი რაღაცები თურმე აი ამ ჩიჩილაკის დაწვით მიყვებოდა. აი ესეთი ტრადიცია იყო. ნუ მე რა თქმა უნდა 1920-იან წლებში ეს ნაძვის ხის ისტორია შემოვიდა რუსეთში, რუსეთიდან რა თქმა უნდა საქართველოში გადმოვიდა და რაღაცა ამ ჩიჩილაკთან ერთად უკვე ნაძვის ხეც მშვენივრად გამოიყურება და ახლა მეც პირადად როგორც ნაძვის ხე მაქვს, ყოველთვის გვერდით აუცილებლად მაქვს ეს ჩიჩილაკიც და მიყვარს რაღაცნაირი ისა ნოსტალგიურია და ლამაზია და სიმყუდროვის ის კამფეტებით და ბაფთებით საინტერესოდ გამოიყურება კი ბატონო ჩიჩილაკი და მიყვარს დიდი ზომის ხო კი ეხლა ნაძვის ხესავით არის დიდი არის ხო და კამფეტებით მოთული ჩიჩილაკი რა თქმა უნდა
კი ბატონო, აი ესე დამკვიდრდა ჩვენში და ნუ რა თქმა უნდა მე სახლებიდან უკვე პრინციპში ჯერ სანამ სახლში შემოვიდოდა ნაძვისხის ტრადიცია ეს ქალაქში ცენტრში იმართებოდა ყოველთვის ისეთ გამოსაჩენ ადგილას დიდი ნაძვისხე იდგმებოდა ნუ ამის შემდეგ უკვე და მე რა მახსოვს იცით კიდევ ქალბატონო ნინო ჩემს ბავშვობაში უფრო პლასმასის ხელოვნური ნაძვისხეები იყო და მე რატომღაც უფრო ბუნებრივი ნაძვისხეები შემოდის და ფიქრობ რომ ძალიან ცუდი იქიდან გამომდინარე კი მე ყოველთვის გული მწყდება რომ ხედავ თან ვიცით რომ ნაძვისხე ძალიან მზარდია იმას ამდენი წლები ჭირდება რომ კი ნუ ალბათ ისე ეხლა ისეთი დიდი არჩევანია რომ თავისუფლად შეიძლება ხელოვნური ნაძვისხე ჩავანაცვლო და ასე ვთქვათ ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც ხელი შეუწყოთ აი ერთადერთი გამოცდილება მქონდა იმისა ნუ წლების წინ ჩემო მეგობარმა კლასელმა ჩემ შვილებს ახალწელს მოუტანა ნაძვისხე ცოცხალი ნაძვისხე ძალიან დიდი მაღალი და ნუ კი ლამაზი იყო და ნუ ძალიან ლამაზად მოვთე მაგრამ აი მახსოვს შეგრძნება ახალი წელი რო დასრულდა და მე დავშალე და აი ეს გასატანი რო გახდა ცოცხალი ნაძვი ისე ჩამწყდა გული აი დღემდე მახსოვს აი ეს გულის ტკენა და მაშინ ვთქვი რომ არასდროს ჩემს ოჯახში ცოცხალი ნაძვისხე არ დაიდგმება მშვენივრად ხელოვნური ნაძვისხეებით მაქვს მორთული გადასარევად სახლი კი როგორ არა 1000-ნაირი დეკორია უკვე აკრძალულია ხო აკრძალულია რა ხო რაღაც კანონმდებლობა შეიმუშავეს კი ალბათ იმიტომ ნაძვების გაჩეხვა სადამდე მიგვიყვანს მიგვიყვანს კი და ეს თქვენ კიდე უფრო კარგად მოგეხსენებათ ლანდშაფტის დიზაინერებს კი ბატონო ადრე უფრო იყო თურმე სპეციალური სანერგები სადაც საახალწლოდ ამრავლებდნენ ნაძვისხებს კი ბატონო მივესალმები მაგრამ იმას რომ ტყეში წავიდეთ იქიდან რომ მოჭრა და რაღაცა აი თქვენ სწორად აღნიშნეთ ჩემთვის პირადად არის ემოციურად ძალიან დამტკუნველი ეგ ამბავი მაგისი გატანა ხო თან მეუხერხულება ხოლმე ამაზე საუბარი ამას ჩემთვის ვინახავ მაგრამ მაინც არ მომერიდება და გავაჟღერებ რაღაცა პატივისცემის გრძნობას ვკარგავენ მე ადამიანების მიმართ ვინც ცოცხალ ნაძვებს ანადგურებენ და სახლში შეაქვთ კი რაღაცა 10-12 დღის კი გეთახმებით აბსოლუტურად ინტერიერის მოსართავად კი თან ახლა უკვე ამ ტენდენციებში ბოლო წლებში ისიც შეიმჩნევა რომ აი ხელოვნურ ნაძვისხეებს ვინც ყიდულობს მარტო ერთ ნაძვისხეზე არ ჯერდებიან ორი ნაძვისხესა უკვე სხვადასხვა არა უკვე მაგ დიდი ხანია მწვანე ვერცხლისფერი კი ბატონო მანათობელი შვენივრად არის სახლი გალამაზებული ხელოვნური ნაძვისხეებით კი არა ჩვეულებრივია და თან ამ ბოლო პერიოდში რა მახარებს იცით აი აივნებსაც რო რთავენ უკვე იმ განათებებით და ძალიან ლამაზი არის აი რაღაცა რო აი სიცოცხლე გრძელდება ხო ყველაფერი ამისი ის არის რა თქმა უნდა ახლა ბავშვებს ყვავილამდეც მივედით ხო კი ბავშვებს ეს სიხარული უნდა გქონდეთ აუცილებლად კი ბავშვებს კი არა ჩვენ გვიხარია მე კარგად აღნიშნავს ახალი წლის სიხარულის შეგრძნება კი ბატონო ნამდვილად ასე არის და რა თქმა უნდა ამ ნაძვისხესთან ერთად საპატიო ადგილი დაიკავა შობის ვარსკვლავმა ულამაზესმა ყვავილმა რომელიც აი ბოლო წლებში ჩვენთანაც კარგად მოიკიდა ფეხი და საიდან მოდის ახლა ამის ისტორია ესეც საინტერესო არის თვითონ ეს ყვავილი ეს მცენარე არის მექსიკური წარმოშობის ასე ვთქვათ და ობოლ დაძმას მიუტანიათ შობის ღამეს ტაძარში და ტაძრის შეტანის დროს ის ზედა ფოთლები ყვავილები რაღაც ყვასყვასაც გაწითლებულა მომენტალურად ლეგენდა არის ასეთი და ამიტომ დაერქვა მე ამ მცენარე შობის მცენარე რომელიც მექსიკიდან ასე ვთქვა მთელ ამერიკაში გავრცელდა ამერიკიდან ევროპაში და ჩამოაღწია ჩვენთანაც და ჩვენთანაც უკვე ძალიან დიდი არჩევანი არის იყიდება ხელმისაწვდომი არის და ყველაზე საინტერესო ის არის რომ კი ბატონო ეს თავისი ბუნებით წითელია მაგრამ უკვე ვარდისფერებიც არის თეთრი ფერებიც არის და ხო მაგრამ შობის ვარსკვლავთან წითელი ასოცირდება კი ბატონო და ყველაზე საინტერესო ეს არის რომ ეს მცენარეს თავისი მოვლაც ახასიათებს კი ბატონო ეს მარკეტინგულია და შობისთვის შეგიძლია რომ იყიდო მაგრამ რო შეინარჩუნო ეს მცენარე თავისი ხასიათები აქვს
ანუ ამ სცენარეს რადგან მექსიკიდან არის და ვიცით ჩვენ რომ მექსიკაში როგორი ბუნებრივი და კლიმატური პირობებია, აქაც ის უნდა გავითვალისწინოს, ის პირობები უნდა შეუქმნა. ეს არის ოთახის სცენარე, სადაც 20-დან 22 გრადუსის სითბოში უნდა იყოს და რადგან ეს ყვავილობას ვეძახით იმ სიცითლეს თორე რო დააკვირდებით ის არის ფოთოლი, ხო? კი ბატონო. ზუსტად ეხლა იწყებს მაგი ამ გაწითლებას ზამთრის პერიოდში, რომ გადაუვა ეს სავეგეტაციო პერიოდი, მერე ჩვეულებრივად მწვანე ხდება, მაგრამ როგორ უნდა მოუაროთ, ხო? რომ შევინარჩუნოთ. აუცილებელი არის ეს, რომ გადაიყვავილებს, უნდა შევჭრათ. შევამციროთ ზომაში. რამდენ ხანში ხდება გადაყვავილება დაახლოებით? აი რაღაცა ემთხვევა ამ შობის დღესასწაულებს. შობის დღესასწაული ალბათ იანვრის ბოლომდე შეიძლება გქონდეს ეს სიწითლე. მერე მართლაც რომ გადაიზრდება არ არის ისეთი ლამაზი და ეფექტური, როგორც შობის დღეებში არის. ამიტომ ეს ლამაზი რომ შევინარჩუნოთ, ხო, აუცილებელი არის სიმაღლეში არ გავზარდოთ. შევკვეცოთ ყოველთვის გაშლილი და პატარა არის ლამაზი. შევკვეცოთ და დღის შუქს უნდა მოვარიდოთ. უფრო უნდა იყოს ესეთ ნახევრად ჭრტილიან ადგილას. არ უყვარს დღის შუქი, იმიტომ რომ აღარ წითლდება მერე. მორწყვა როცა გაწითლებულია ვეგეტაციის პერიოდში საჭიროებს ხშირ მორწყვას, ეს არ დაგვავიწყდეს. აი მოვიტანეთ მაღაზიიდან და სახში დავდეთ, არ უნდა ამას, არა. პირიქით, აი როცა წითელი არის, აი მაშინ უნდა ხშირი მორწყვა. მერე როცა ამ სიწითლე გადაუვლის, მერე აღარ უნდა ამდენი მორწყვა. აი რა შეეხება მორწყვის სიხშირეს, ანუ თვითონ ქოთანი ხო უნდა იყოს, აი ესე მეთოდი არის, თვითონ უნდა ჩავყოთ და თუ არის გამომშრალი, ამ შემთხვევაში უნდა მოერწყოს, ხო? კი, ზუსტად. ანუ ინტენსივობას რა შეეხება, რა სიხშირით უნდა მოვწყოთ? ხელით არ არის სიმშრალე, ხელით გავსინჯეთ და არა, მაშინ აღარ უნდა. აი ხელით უნდა მოვსინჯოთ ეს ყველაფერი და ყველაზე მთავარი რა არის, იცით? აი ქოთნიდან რომ გადმოვა წყალი და თავისი ჯამი ხო აქვს, ის ჯამში არ უნდა დავტოვოთ ის წყალი, ის აუცილებლად უნდა გადავღვაროთ. იმიტომ რომ ძალიან ნაზი მცენარეა და შეიძლება ფესვები დაულპეს და ამიტომ ვეცადოთ რომ დავასხი წყალი, გამოვიდა ყველა წყალი, აუცილებლად ის უნდა მოვასუფთავო და მშრალად ისე უნდა დაუდგათ ამ ჩვენს მცენარეს. რაც შეეხება გადარგვა, აუცილებელია. კი, რაღაც კონტეინერში არის, ქოთანში არის, რითაც მოვიტანეთ, მაგრამ ვეგეტაციას რო გაივლის, აუცილებლად არის გადასარკავი. ახალ ნიადაგში. რამდენ ხანში? ეს აი სადღაც აი გაზაფხულზე უნდა გადაირგოს. აი ზამთარი კი ბატონო, ჩვენ ვიცით რომ მაღაზიებში ასე ვთქვათ, იყიდება თავის სპეციალურ ნიადაგში, რითაც ის ახანძლივებს თავის ყვავილობას და დეკორატიულობას. ის რომ ამოიწურება, ხო, უნდა გადაირგოს აუცილებლად ეს მინდა რომ გაითვალისწინონ და ეცადოთ დიდ ქოთანში არ გადაარგონ. რა ქოთნისთაც მოიტანეს, რა ზომითაც, ხო? ოდნავ ცოტა დიდით და მზეზე არ არის აუცილებელი ფანჯარასთან რომ დაიდგას ეს სცენარე, ცოტა უფრო სიღრმეში, ბინის პირობებში, აი კორპუსის პირობებში, სადაც გაფანტული მზის შუქები უყვარს ამ სცენარეს. პირდაპირ მზის სხივები არ უყვარს, იმიტომ რომ იწვება, ძალიან ნაზი სცენარეა. ძალიან კარგი თუ დაუშვათ გაზაფხულამდე გაძლევს, მაგრამ აი ჩემი წარე გამოცდილება ესეთი რომ შობის ყვავილი მალე მიჭკნება. ეს ყველა გაზაფხულამდე კი არა, სადღაც ერთი თვე ეძლებს, მაგრამ ფიქრობ, აქ არის მოვლის არასწორი მეთოდი. კი, ზუსტად ეგ არის. ზედმეტი მზრუნველობა თუნდაც მორწყვას რაც შეეხება ძალიან ხშირად ვთყავდით და ნუ მერე გავარკვე ეს მეთოდი თქვენგან გავიგე ის რომ ნუ ნიადაგი ხელით უნდა გავშინჯოთ და ძირითადად ალბათ მიზეზი ფესვების დალპობა შობის სენტიმეტრის მორწყვა და სენტიმეტრი და მორწყვა და არა მარტო მორწყვა გადარწყვა და ამის გარდა კიდევ კი ბატონო ანუ არ უყვარს მზის ეს მზეზე ყოფნა უნდა იყოს რაღაცა ესე ხო ჭრილში მაინც გაფანტული ხო ესე გაფანტული კი ბატონო ეს ერთი არ უნდა მოხდეს მისი გადარწყვა სასუქი ჭირდება. აი, ნახეთ ახლა ზუსტად ეს სასუქიც ძალიან კარგი შეკითხვა არის. ყვავილობის შემდეგ, ანუ ის სიციცლე რო გადაუვლის, არ უნდა სასუქი.
პირიქით, როცა ყვავილობს, როცა სიცითლეში, აი მაშინ უნდა. ანუ ეს მცენარე როგორც ჩვენ ჩვეული ვართ, რომ გაზაფხული და უვლით ამ მცენარეებს სასუქებით და რაღაც. აქ პირიქით არის ყველაფერი. ანუ იმ ზამთარში უნდა ამას ბევრი მოვლა, ასე ვთქვათ, თავისი სასუქებით, თავისი მორწყვებით და მერე უკვე თავისუფლად შეგვიძლია სადღაც აი ბნელ ოთახში დავდოთ, აი სადაც ნაკლები მსისხივებია, იქ მივაქციოთ ყურადღება, რომ ისევ მერე ზამთარში და ყველა საინტერესო, აი მოვლასთან დაკავშირებით რო წავიკითხე, საშობაოდ სანამ გამოიტანენ ამ მცენარეს, პირიქით ძალიან ბნელ ოთახში დებენ. ძალიან ბნელ ოთახში დებენ, რომ სარდაფში ალბათ. ფაქტიურად სარდაფში, რომ უფრო მალე ვეგეტაცია დაიწყოს და გაწეთლება მივიღოთ და მე უკვე საშობაო შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ და ნუ ეხლა ეს ვიც არის მეყვავილეები და უყვარს, მაგათ შეუძლიათ რომ ეს გაამრავლოთ. ეხლა ვინც აი ჩვენსავით უფრო სხვა საქმეში ვართ, ვიდრე ყვავილების მოვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერ მოუვლით, იმიტომ რომ ძალიან პრეტენზიულია, ძალიან საფრთხილო მცენარეა. თავისთავად უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ როგორც ნაძვის ხეს მოვრთავთ, ასე შეგვიძლია რომ შევიძინოთ ეშობის ყვავილი და მე თავის დეკორატიულობას რომ დაკარგავს, ან ეზოში გავიტანოთ, ან გავაჩუქოთ. აგული არ დაგვწევს. ეზო ახსენეთ და რაც შეეხება დავუშვათ ეზოში გადარგვას ქოთნიდან შესაძლებელია გაიხარეთ. არა ალბათ. არა, რა თქმა უნდა, არა, სუსტია. კი, ნახეთ ახლა მექსიკაში როგორი სიცხეებია და ახლა ჩვენთან თბილისის პირობებში, საქართველოს პირობებში. უცნაური, ანუ მექსიკაში, ხო, მექსიკაში შობის ვარსკვლავის სამშობლო, იქ სიცხეებია, იქ არის მზე და იქ მოწონს, ხო? ანუ ხარობს და ჩამოდის ჩვენთან ჩამობრძანდება და უნდა ჭრილში ყოფნა, რა. ხო, უცნაური არის მართლა. ხო, თავისებური სახასიათო მცენარე არის და ამიტომ ჭირდება მოვლა ჭირდება. ლამაზი და ჭინჭყლი, ლამაზი ქალებით. სწორად აღნიშნავთ ხოლმე ამას. კი ბატონო, ზუსტად ესეთია. ნუ ტოტების შეკვეცაზე ვისაუბრეთ, აუცილებლად ეს რომ გადაიყვავილებს, ასე ვთქვათ, სიცითლე უკვე სიმწვანეში რომ გადადის, მე ძალიან უშნოდ იცის ხოლმე ტოტებმა გაზრდა. შიშველი ტოტია და მე ბოლოში აქვს ეს ფოთოლი და აი ესეთი რო არ დაგვიმახინჯდეს ეს ჩვენი მცენარე, აუცილებელი არის ეს შეკვეცა ტოტების. უფრო ბუჩქის ფორმა კონდეს და გავაძლებინოთ მომავალი წლის შობისთვის. და თუ მართებულად მოუვლით, მაშინ ეს ულამაზესი შობის ყვავილი, შობის ვარსკვლავი ძალიან დიდხანს გაგვახარებს, ხო? კი ბატონო, კი ბატონო. ამას ხომ არ დავამატებდით? მე მგონი ესეც იქა ვისაუბრეთ. ხო, მშვენივრად ვისაუბრეთ, ანუ ის დეკორაციები, რაც არის საახალწლო და შობისთვის, ატრიბუტები, ასე ვთქვათ, ნაძვის ხე და შობის ყვავილი და პლიუს ჩვენი ჩიჩილაკი, ერთად ძალიან კარგ ტანდემს ქმნიან და კარგ განწყობასაც ქმნიან. კი ბატონო და ელისა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი სასიამოვნო საუბრისთვის. განმეორდები და ახალწლამდე რაღაც დარჩა 6 დღე და მართლაც რაც შეეხება ნაძვის ხეს და შობის ვარსკვლავს, მით უმეტეს დღეს 25 დეკემბერია, კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს და ძალიან ესეთი როული იყოს ისევ და ისევ, ვინც აღნიშნავს ყველას ულოცავთ, სიყვარული, სითბო, მრავალ ახალწლს დაესწარით ელისო და შეხვედრამდე 2025-ში. დიდი მადლობა. კარგად იყავით თქვენც ასევე, სიკეთე, სიყვარული და ბევრი საინტერესო გადაცემები ჩვენს ეთერში. დროებით ეს იყო გადაცემა მწვანე რჩევები ელისო ხარჩილავასთან ერთად. რადიო იმედის სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე მალე დაგიბრუნდები.